კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო. გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატოს საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცი და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამოშედების რადიო იმედის ეთერშია კატოს ლიტერატურული საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი თამუნა, გადაცემის სტუმარია რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე კახა ბერჩხარტიშვილი, ასაკი 34 წელი, პროფესია იურისტი, დაბადების ადგილი ოზურგეთი, საღამოშვიდობის კახა და განსაკუთრებით საღამოშვიდობის ერთ პატარა ქალბატონს, რომელმაც ძალიან გთხოვა, რომ მას განსაკუთრებულად მივსალმებოდით. მიზეზი არის ის, რომ ახლა ის მამიკოს მოусმენს. ანასტასია, საღამოშვიდობის. გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს ყველას. კახა, მოდით დავიწყოთ იმ ამბიდან, როგორ მოხვდით თქვენ კონკურსში. საკმაოდ ისე მოხვდით ოჯახის წევრების პროვოკაციური სულიდან გამომდინარე. დიახ. აქ იყო ესეთი თემა, როგორც ყოველი ოჯახი, მივდიოდი სამსახურში, როგორც ყოველი დღე იწყება, ეს არის სამსახურისკენ ვჩქარობთ, მე ჩემი მეუღლე და ბაღში ანასტასია, რომელსაც თქვენ ესე ვთქვათ, მიესალმეთ. მუდმივი მსმენელი ყოფილა ჩვენ და როგორ არის მივესალმეთ. აუქციის მედიერება. აქ გამოდიარე, იყო თქვენი რადიოს რეკლამა, გადიოდა და მეუღლის ფრაზა იყო შესაბამისი, რომ ხوار გეცადათ თავი. იმიტომ რომ მან იცოდა იმ ისტორიების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, რომელიც მე პოეზიასთან მაკავშირებდა. და გამომდინარე, ეს იყო მისი განასროლი საცდელი ქვა, რომელსაც წამოვეგეთ, ესე ვთქვათ. და მივიღეთ მონაწილეობა. ეს იყო და ეს დღეს უკვე თქვენ სტუდიაში ვართ. და საინტერესო არის ის, რომ 7 წლის მანძილზე თქვენ ხელი გქონდათ აღებული კალამზე, თქვენ და თქვენი მუზა გაეყარეთ ერთმანეთს. მე ვიტყოდი, რომ დროებით დავშორდით. იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც ოჯახს ხვდა ადამიანი, უკვე ეს ის დრო, რომელსაც ფაქტიურად უთმობა ლექსის წერას. ლექსი არის ჩემთვის თავისუფალი დროდან მიღებული შედეგი. აქედან გამომდინარე, ამ თავისუფალ დროში ადამიანი ფიქრობ, განიცდი და ის შემდეგ განმოგავს ფურცელზე. როდესაც ოჯახს ხვდი, უკვე იქ სხვა გამოწვევები გაქვს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავისათვის, საკუთარი ესე ვთქვათ, საკუთარი ინტერესებისათვის დრო არ რჩება. და დროს უთმობ იმ საერთო მიზანს, რასაც ქვია უკვე ოჯახი. თქვენ მუზა გაცვალეთ სხვა ქალზე, თუმცა ამას არ ნანობთ და არ გინანიათ არასოდეს. მე როგორც აღნიშნე, მე მუზიდან გამომდინარე არასდროს არ დამიწერია. აქედან გამომდინარე, მე განწყობილებიდან გამომდინარე ვწერ. რაც ნიშნავს გაცვლას. მე ვფიქრობ, რომ მე უფრო მეტი შევიძინე, ვიდრე იმ პაუზის გამო დავკარგე. რაჯერება თქვენ მე ერთ მიღმროცებს საუბრობდით, აღნიშნეთ, რომ არასოდეს არ წერთ პირადი გამოცდილებიდან, ეს არ არის ის, რაც თქვენ პირადად განგიცდიეთ და თავს გადაგხდომით, ეს არის უმეტესწილად გარშემო მიმდინარე პროცესები. დიახ, ამით ალბათ ეს ინდივიდუალურია ალბათ, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ ჩემს შემთხვევაში ეს ასე ხდება და ესე ხდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც რაიმეს ისტორიას მოისმენდი, ან როდესაც რაიმე გარემოება ან ვითარებაში ვიყავი, შესაბამისად ჩნდებოდა გარკვეული განცდა, რომელიც გაფიქრებდა. აქედან გამომდინარე, გიხდებოდა შემდეგ ანუ გიჩნდებოდა უბრალოდ სურვილი, რომ ეს გადაგეტანა ფურცელზე. და ამ შედეგს ვაღწევდით ამ თვალსაზრისით და განვიმუხტებით სათქმელი ამ ფორმით იყო ნათქვამი. და ამასობაში თქვენ მოხდეთ ჩვენს კონკურსზე, გამოგზავნეთ თქვენი ლექსი და მოხდა ისე, რომ ხელთ მოგცათ, მოგაჩეჩეთ ჟიურიმ სიტყვები, რომლებიც არ უნდა გამოგეყენებინათ და სიტყვები, რომლებიც შეიძლებოდა გამოგეყენებინათ
და მე აღარ შევაწყენ მსმენელს ყოველ ჯერზე იმის გამეორებით თუ რა სიტყვები იყო აკრძალული, ხოლო რა სიტყვები იყო ნებადართული, ეს მე მგონი უკვე იმდენჯერ გავიმეორეთ, რომ აღარ ღირს თქვენი ყურადღების ამაზე მოწდენა. მე გეტყვით უბრალოდ კახამ რა სიტყვები გამოიყენა, ნებადართული სიტყვებიდან ეს არის ჟირაფი, რადიო, ატომი, ჭაობი, ბარძაყი, ბარგი და მოციქული. როგორ მოახერხეთ, როგორ მოვიდა 14 სიტყვიდან ეს სიტყვები თქვენამდე და თვითონ თემაც როგორ წამოვიდა, როგორ შეირჩა? უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს თვითონ ეს ფორმატი იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ფორმატი ჯობდა მეორე ვარიანტს, რაზეც ვისაუბრეთ, ხო? დიახ, მე გითხეთ, რომ თქვენ რო დაგეგმათ, რას აირჩევდით, რომ თემა დაეწერათ კონკურსანტებს თუ სიტყვებს მისცემდით თქვენს? იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემთვის ეს კონკურსი იყო იმპროვიზაციის შესაძლებლობის საზღვრელი, შესაბამისად, როდესაც უკვე 14 კრიტერიუმი გაქვს, რომელიც შეგიძლია რომელიც უნდა მოარგო უფრო სწორედ, ესე ვთქვათ, უფრო შეზღუდული ხარ და უფრო კონცენტრირებული წამოვედროს. ანუ ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ერთი კრიტერიუმი, როდესაც ჭირდება, რომ აიღო თემა და მოერგო თემას. ეგ გამოდიარე რა იყო განცდა, ალბათ ეს არის ხო საინტერესოა. 7 წლიანი განშორების მერე მუზესთან. დიახ, 7 წლიანი განშორების შემდეგ კალამთან და რითმასთან. მუზა დაკვეთით. ხო, მუზა დაკვეთით, დავარქვათ ესე, კი ბატონო. აქ იყო საინტერესო პროცესი. უპირველეს ყოვლისა პირველი განცდა ეს იყო, რომ შევძლებდით თუ არა ამას. მაგრამ როდესაც ფაქტიურად დავიწყეთ უკვე შერჩევა და ძველი მეთოდი, გავიხსენეთ ძველი მეთოდი, ესე ვთქვათ. ანუ მეთოდი მდგომარეობდა შემდეგში, რომ უბრალოდ უნდა დამეხედა სიტყვებისთვის და ყველანაირი არჩევის გარეშე, არანაირი არჩევა, აი რა სიტყვას წამოვიდოდა, ის იყო ჩემი. ამ შემთხვევაში იმ საქმისათვის, რომელსაც ახლა ვკიდებდით ხელს, ანუ შესაბამისად ლექსის შესაქმნელად. აქ წამოვიდა ის ზუსტად ის 7 სიტყვა, ვიხელმძღვანელეთ პროგრამა მინიმუმით, ასე ვთქვათ, და წამოვიდა ზუსტად ის სიტყვა, რომელიც თქვენ ბრძანეთ. და აქედან ფაქტიურად ჩამოყალიბდა ის ლექსი, რომელიც გამოც დღეს მე თქვენს ეთერში ვარ. ეს ლექსი დაეწერა 45 თუ 47 წუთში. თუმცა თქვენ გქონდათ საკმაოდ დიდი დრო 10 საათიდან საღამოს 8-მდე შეიძლებოდა წერა. დიახ. ალბათ ეს ანუ ზედმეტად კონცენტრირების შედეგი იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ზუსტად ეს ექსპრომტი იყო ჩემი ჩვევა, ესე ვთქვათ, ანუ უნარი, რომ მე მიმაჩნდა, რომ ეს უფრო მალე უნდა დაწერილიყო. კეთილი, მოდით მაშინ წავიკითხოთ მსმენელს ის ლექსი, რომელიც თქვენ შექმნით ჩვენს კონკურსზე. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ცხოვრება ზოოპარკია, ვიღაც ამსგავსებს მარათონს. ზოგისთვის მაგრა ახია, როცა თავის წოლს ღალატობს. ზოგმა ჟირაფი ითხოვა, ზოგმა ირემი არჩია, ზოგმა შეირთო ლომი და აღმოაჩინა ბაჭია. ცხოვრების ბილიქს გაუგებ, ჩართე, გამორთე, რადიო. ზოგი მაღალი გეგონა, ბოლოს აღმოჩნდა მდაბიო. წარმოდგენები ხომ იცით, მოლეკულა, ატომი, შეხები და გაქრება როგორც ოპერის ფანტომი. ზოგი ღიმილით გიზიდავს, ზოგი კასანდრა გალობით. ანკარა წყარო გონია და აღმოჩნდება ჭაობი. არა, ბარგია ცხოვრება, რომ ამოიგდო ბარძაყი. რისი იმედი მქონდეს როს, ამ ქვეყნად მეფობს ბაყაყი. მე ხომ არც მოციქული ვარ, და მით უმეტეს მესია. ერთი უბრალო კაცი ვარ, დავწერეთ ჩემთვის ლექსია. რომას მასოფლად ცხოვრება არის მარტივად რთულია. კაცმა ერთგულად სიცოცხლე გაიღე მთელი გულია. კარგად მიუგე აუგსაც, მიხვდება სწორად გაივლის. თუ ვერ მიხვდება რა უყოთ, ეს დრო ხომ მაინც ჩაივლის. ცხოვრება ზოოპარკია, ვიღაც ამსგავსებს მარათონს. ზოგისთვის მაგრა ახია, როცა თავის წოლს ღალატობს. ჩვენ მოვისმენთ ლექსი, რომელიც კახა ჩხარტიშვილმა დაწერა რადიო იმედის ლიტერატურულ კონკურსზე, თუმცა გვაქვს ჩვენ კიდევ მისი ლექსების შემონახული, მომდევნო საათში აუცილებლად გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს მაინც და თქვენ მე როგორც შევიტყვე თქვენგანვე, თქვენ მახლანდელმა მეგობრებმა არ იციან ის, რომ თქვენ 7 წლის წინ ხსავდით. დიახ, ეს საინტერესო ფაქტია ალბათ, ხო, როგორ შეიძლება რომ დამალო ეს ფაქტი, მით უმეტეს, რომ ეს არის
მე ვიტყოდი რომ ადამიანის ხასიათსაც განაპირობებს ერთგვარად უფრო რომანტიულია, უფრო ავანტიურულია არა თავის მიდგომების ცხოვრებისა რაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ეს ორი შტრიხი ფაქტიურად გაუქმებულია ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე ზუსტად ეს არის ალბათ მიზეზი იმ სამუშაოდან გამომდინარე რომელსაც დღეს ვეწევი გამომდინარე ეს არის გამოპირობებული მიზეზი იმისა რომ მათ არ ქონდათ ინფორმაცია და არა აქვთ ინფორმაცია იმ საქმეების შესახებ რომელსაც ახლა ვეწევ. მანამ სანამ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებას დავეთმობდით რადიო იმედის ეთერს თქვენ თავად რასელით ამ კონკურსისგან ან რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მან სხვა დამწყებ პოეტებს თქვენ ზოგადად დამწყებიო გაჭირდება ითქვას. მე ვიტყოდი რომ აი ყოველი მათგანი ვიც კი ლექს წერს ესე ვთქვათ. ხო გამოზოგადოთ რა. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა რომ მოახდინოს თვით რეალიზაცია განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდა ესე ვთქვათ თაობისათვის და მოახდინოს საკუთარი შრომის შედეგად მიღებული გარკვეული შედეგის პოპულარიზაციაც რაც ბუნებრივია მათ მოტივს ზრდის და მას პასუხისმგებლობასაც ეს მინდოდა. კეთილი, ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დგება, შემდგომ ჩვენ ისევ დავბრუნდებით და ამჯერად უკვე კახა ჩხარტიშვილთან ერთად გადავხედავთ პრუსტის კითხვას მის მიერ შევსებულს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გრძელდება გადაცემა კატოს ლიტერატურული საღამოები, გადაცემის სტუმარია რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე კახა ჩხარტიშვილი და შოპენის ჟღერს გამომდინარე იქიდან, რომ პრუსტის კითხვაში საყვარელ კომპოზიტორებს შორის თქვენ ერთ-ერთი შოპენი ყავდათ შეყვანილი. დანარჩენ კომპოზიტორებით შემიძლია ჩამოვთვალოთ თქვენი მოცარტს აწყალობთ კიდევ ძალიან ხომ? მაგრამ გაცილებით საინტერესო არის იმაშნე რომ გითხრათ კითხვაზე პასუხი თქვენი ვინ ვიქნებოდი მე რომ არ ვიყო იურისტი თქვენ გიწერეთ რომ იქნებოდით ან დიპლომატი ან რეჟისორი მაშინ რატომ იურისტი ამ სამი პროფესიიდან ვეღარ აირჩიეთ და ამდენი დრო არ იყო რომ სამივე გამოსულიყავით თუ როგორ დიახ ეს ჩემი ასარჩევი რო ყოფილიყო მე ალბათ ვიქნებოდი დიპლომატი მაგრამ პრინციპში ამის შანსი დღესაც არის ანუ ამას თქვენ ირჩევდით მშობლები თუ გარემოებანი იურისტობას? მშობლები, გარემოება, პლუს გარემოება. და როგორც ხდება ხოლმე ზოგადად. უბრალოდ როგორც ხდებოდა ზოგადად ჩვენს რეალობაში იმ პერიოდში. აქედან გამომდინარე, თუმცა მე არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, იმიტომ რომ იურისტის პროფესია, როგორც ამონტებსოლის პროფესია, გაცილებით ფართო მასშტაბის არის, ვიდრე კონკრეტულად დიპლომატი. ის მოიცავს. და რეჟისორი რომ ყოფილიყავით უფრო კინოსკენ გაგიწევდათ გული თუ თეატრისაკენ? რა თქმა უნდა თეატრი. იმიტომ უშუალო ფაქტიურად კავშირი არის ეს მაყურებელთან და ეს ემოციების გაცვლა მიდის ფაქტიურად სცენასა და მსახიობს შორის. და თქვენი საყვარელი თეატრალური რეჟისორი რომ გამიმხილოთ? ბატონი რობერტსტურა. კონკურენტი არ არის. და იურისტი პოეტის საყვარელი პოეტები არიან ლადო ასათიანი, ვაჟა-ფშაველა, ტერენტი გრანილი, ჰაინრიხ ჰაინე და შექსპირი. ეს პოეტები თქვენთან ჩვენ ერთ დღეს მოვიდნენ, თუ დღესდღეობით არიან თქვენთან აქ და ამჟამად, თუ მოვიდნენ და აღარ წასულან. მე ვიტყოდი რომ დარჩა ლადო ასათიანი. დანარჩენი კიდევ უფრო ტყბილი მოგონებებია. საყვარელი ლიტერატურული გმირი მამაკაცები ყავთ უაღრესად განსხვავებული ერთმანეთისაგან. შერლოკ ჰოლმსი, დონ კიხოტი, სანჩო პანსა და დარტანიანი. აი ერთ საქაღალდეში როგორ მოათავსეთ ეს დიამეტრალურად განსხვავებული პერსონაჟები? ალბათ ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიყვარს მრავალფეროვნება. საბამისად, შერლოკ ჰოლმსის პრაგმატულობა, დედუქცია, ანალიზი, დონ კიხოტის იდეალიზმი, სანჩო პანსას იუმორი და შემდეგ ყავს დარტანიანი თორსტები, ხო? უდიდესი რომანტიკოსი ავანტიურისტი. თქვენ გიყვართ სიახლეების ძიება? დიახ. თუმცა რა სფეროში ეძებთ უფრო ეს თავგადასავლები გიყვართ, ახალი ამბების შეტყობა გიყვართ, გნებავთ თქვენს პროფესიაში, გნებავთ ზოგადად რა ხდება ახალი აღმოჩენები ბირთვულ ფიზიკაში? ეს ხუმრობით ცხადია. მოდით ესე ვთქვათ ესე ფაქტიურად ვერბეგუები რაღაც კლიშეებს. შესაბამისად ყოველთვის მინდა რომ არსებულ გარემოში რაღაც შევცვალო ისე რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი.
აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ამით არის ალბათ ეს პირდაპირ კავშირია სიახლეების ძიებასთან. თქვენ არ გყავთ საყვარელი გმირი პერსონაჟი ქალი? საყვარელი ლიტერატურული გმირი ქალი? მიზეზი? რატომ შემოწყერით ასე ქალებს? ალბათ იმიტომ რომ როდესაც ვიზრდებოდი იდეალური ბაბაკაცები იყვნენ და შესაბამისად მათზე ვამახვილებდი ალბათ ყურადღებას. რატომ აი ხომ არის ძალიან ბევრი მამაკაცის გამსმენია რომ როდესაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა რომ მისი იდეალი იყო არის და იქნება ლარა ექიმი ჟივაგოს პერსონაჟი. ანუ თქვენ ალბათ ეს მას უნდა გკითხოთ რატო არა მე თქვენ გეკითხებით თქვენთვის რატომ არ აღმოჩნდა ესე არც ერთი ქალი? არც ერთი ასე ვთქვათ ლიტერატურული გმირი ქალი არ მოხდა ჩემი ყურადღების სფეროში. და აქედან გამომდინარე ვერ მოხდა და სხვათა შორის ეს ჩემთვის საინტერესოა და დავფიქრდები მომავალში ამას. კეთილი, სამაგიეროდ აი ისტორიული პირი ქალები, ფავორიტი ისტორიული ქალები არიან თქვენთვის ელისაბედ პირველი და ჟანა დარკი. რა მიზეზით გამოიწვევს მაშინ მათ თქვენი სიმპათია? ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია, იმიტომ რომ ესენი რეალური პერსონაჟები არიან. ეს არის ქალი ჩემთვის ეს არის სუსტი არსება. აქედან გამომდინარე, როდესაც ის იღებს არანაკლებად ასე ვთქვათ, კაცრ გადაწყვეტილებებს, რთულ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ამას გააკეთებდა მამაკაცი, შესაბამისად და ისინი ოქროს ფურცლებს წერენ ისტორიაში თავიანთი ქმედებით, აქ ყველანაირი კრიტერიუმის შეფასება და კრიტიკა ალბათ უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა ვთქვათ, ეს მაგარია. აი ელისაბედ პირველი შესახებ რომ მაინც და მაინც ვერ თანხმდებიან ბოლომდე მისი და მარიამ სტიუარტის დამოკიდებულება. მე ვეთანხმები იმ კატეგორიას, რომელიც მას ამართლებს. იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკა ალბათ მოიცავს გარკვეულ სხვებს, რომლის გაღებაც ღირდა ამას აფასებს შემდგომი ისტორია შემდეგ. ელისაბედ პირველის პროცესს თქვენ რომ იყოს გავუძღვებოდით. აშკარად და როგორც მისი დამცველი. დიახ, საკმაოდ არგუმენტირებულად ალბათ გავამართლებდი და როგორც აღნიშნე, ჩავეწერებოდი იმ პირთა წრეში, რომელიც მას ამართლებს. ჟანა დარკს თუ უშველიდით რამეს თავარი სამხილი მის წინააღმდეგ მისი ცაცია ხელი გამოდგა საბოლოოდ. დიახ, ეს იყო საცოდაობა, ის გადაწყვეტილება, რომელიც გადასასინჯია ალბათ მე ვფიქრობ. ამის შესაძლებლობა რო არსებობდეს. და თქვენ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ უტაქტოს აქციელი, თუმცა უტაქტოს აქციის ფრიად თქვენ მეოლე ახსნა გაქვთ. ეს უტაქტოს აქციელი ჩემში ყოველ შემთხვევაში ასოცირდება ზნეობასთან, ჟინაგა კულტურასთან. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთზე ჯდება და თავსებადია. თქვენი საყვარელი საქმიანობა ჩვენ უკვე ახსენეთ რომ ეს არის სიახლეების ძიება, თუმცა თქვენ სიახლეების ძიების მოყვარული ადამიანი, როდესაც ავსებდით პრუსტის კითხვას და მიხვედით კითხვამდე სად ვიცხოვრებდი, თქვენ არ დაგისახელებთ სხვა ქვეყანას საკუთარი სამშობლოს გარდა. მე თუ არასოდეს არ გდომებიათ სადმე ცოტა ხნით მაინც გეცხოვრათ, გაგეცნოთ ახალი ადამიანები სულ სხვა ზნისა და ჩვეულებისა. ესე ვთქვათ, სამშობლო ის ტერიტორია ჩემთვის, ის მოქმედების არეალი, სადაც არიან ჩემიანები. აქედან გამომდინარე, ცხოვრება მათთან ჩემთვის გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ის სიახლე, რომელსაც მე ეპიზოდურად აღმოვაჩინე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ საზღვარგარეთ მე ვიგზნოდი თავს კომფორტულად, მაგრამ აქაც კრიტერიუმები იქნებოდა ალბათ უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად. და არა მარტო. თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხების არის მიზანსტრაფა და ნებისყოფა, თუმცა მთავარ ნაკლად საკუთარ თავს უთვლით ზედმეტ პასუხისმგებლობას. რაში გიშლით ეს ხელს? ამითი მე ვიტყოდი, რომ პრინციპში ეს ჩემთვის მიშლის ხელს არ მიშლის, რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება და როდესაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მიიღოს ზუსტად ის შედეგი, ალბათ უნდა დაზოგვა ადამიანმა საკუთარი თავი და ის ენერგია შემდეგ სხვა პრობლემების გადაჭრას ფაქტობრივად მოახმარო, შეიძლება ესე ითქვას.
თუნდაც ისეთი პრობლემების და საკითხების გადაჭრას, როგორიც არის სხვისი სურვილების ასრულება, რადგან გრაფაში რა ნიჭის ქონას ვინატრებდით, თქვენ გიწერიათ სურვილების ასრულება. აი რა სურვილებს არ ასრულებდით, გასაგებია რომ აკრძალვათა ნუსხაში იქნებოდა ავის სურვილები, მაგრამ თუ გიგახსოვთ ალადინის ლამპარში, ანიმაციაში ყოველ შემთხვევაში არის რომ ის ჩამოთვლის რომ მე მაქვს აკრძალული სურვილები, არავის არ მთხოვო რომ ვინმე შეგაყვარო, არ მთხოვო რაღაც, თქვენ შემთხვევაში რა იქნებოდა ესეთი? აი ეს არის ჩამჭრელი კითხვა. ამ შემთხვევაში ბიტო კითხვა იყო დასკვირ რა ნიჭის ქონას ფაქტობრივად ვისურვებდი, ხო? აქედან გამომდინარე, როგორ შევზღუდავდი მე ჩემ თავს, ამაზე არ მიფიქრია მართალი გითხრათ, პირიქით ვეცდებოდი, რომ გამეფართოებია არეალი და რა პირიქით შემესხუდა. თუმცა თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ის, რომ თქვენ დახმარები ხართ ადამიანებს იმაში, რომ ისინი შემოყვარებოდათ თუ არა, ყოველ შემთხვევაში მათ სიყვარულში დარწმუნებულიყვნენ და ეს თქვენი პოეზიის დამსახურება იყო. კი, იყო ესეთი ერთი შემთხვევა, განსაკუთრებული შემთხვევა. ну მოკლედ შეგვიძლია რომ ვთქვათ, ეს იყო კარგით, ნუ დავანგრევთ იმ ოჯახს, ამაზე აჯობებს რომ მეც ესე მგონია და თქვენც არ დამაძალოთ. არა, ამას აჯობებს რომ თქვენი რომელიმე ლექსი წაგვიკითხოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მაგშენ სასურველს სულს ვანაცვლებ ჩემს ერთგულებას. დავეწაფები რამა გულში მიჩქეფარე წყაროს. ამა ღამის ჩრდილში მოსვენება არ მეგულება, დათვით ეს სულიც უშენობით ვეღარ ახარობს. ნეტავ ეს რა სითბოა, ან რა სიცივე. და თუ სითბოა ეს სიცივე რადუღებს ბოლოს, გული სულთან ბჭობს, ალბათ კითხვანასაც იგივე, და მე ვარ მარტო ამ კითხვაში ეული მხოლოდ. ნებით ივსება ეს კალამი დადაშრეთ სხეულს, თან არ სურს იყოს სიტყვა მისი ცვენლი მგლოველი, ვატყობ ეს გრძნობა მაკარგვინებს ცხოვრებას ჩვეულს, და რომ ფიქრებით შესუდრულად წამიყველი. და თუ ყოფისარს წარმოადგენს ამ სოფლად ყოფნა, თვლი რომ ეს ყოფნა უშენობით არის არ ყოფნა. თქვენ უპირატესობას ანიჭებთ სონეტს, ძირითადად სონეტებს წერთ. ეს როგორ აირჩიეთ, როგორ მოვიდა თქვენთან? რატომ გადაწყვეტეთ? ჩვენ როგორც აღნიშნეთ, ჩემთვის ეს იყო ის დოქტრინა, ესე თქვა, სამოძრაო არეალი, რომელიც იყო შეზღუდული. აქედან გამომდინარე, იყო მეტად საინტერესო. ვიდრე ეკვატორიდან მადრიგალი. აქედან გამომდინარე, ამან დაგვაინტერესა სონეტში. და ალბათ გამოწვევაც იყო, იცით, ერთგვარი კრეხლობა არ არის ალბათ, იმიტომ სონეტის ავტორები არიან ლეგენდები, ხო. გამომდინარე, მინდოდა რომ გამომეცადა თავი ამ ჟანრში. და შემდეგ მე ვთვლი რომ ამითი სწორედ აქ ვიპოვეთ საკუთარი ემოცია, ანუ ზუსტად ეს იყო მარტივად სათქმელი სიტყვა, მოკლედ სათქმელი სიტყვის ყველაზე კარგი შესაძლებლობა. და ძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ესე ვთქვათ, ხო? ზუსტად ეს ფაბულა შეესაბამება ამ შემთხვევაში სონეტს ჩემთან მიმართებაში. თქვენ ძალიან გიყვართ საკუთარი თავისათვის გარკვეული, სწორედ თქვენ აღნიშნეთ, გარკვეული გამოწვევების, პრობლემების შექმნა, იმისათვის რომ ესე ვახერხებ ამას. არ გიყვართ უმოქმედობა. უმოქმედობა ყველას გველისწინ. შესაბამისად აქედან გამომდინარე მაქსიმალურად მოძრაობა და ცვლილებები და შესაბამისად ბევრი ბედნიერება, სიხარული. ეს არის ჩვენი მისია ალბათ ამ ცხოვრებაში. თქვენ დევიზი არასოდეს თქვა არასოდეს. ეს ზუსტად არის ის ორი სიტყვა, რომელიც განსაზღვრელია კრედოსზე, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემი განმარტება მისი არის ის, რომ ყველაფერი წარმავალია და წარმოუდგენელი ადამიანმა წინასწარ განსაზღვრო თუ რა შეიძლება იყოს შემდეგ. ამიტომ ყველაფერი უნდა დაუშვა და ობიექტურად უნდა შეაფასო გარემო. და მიმტევებელიც უნდა იყოს დროს სხვებისადმი. და ბოლოს თქვენი განწყობა მოცემულ მომენტში როგორია, როდესაც ავსებდით, მაშინ ქონიათ სასიამოვნო განწყობა და ჩვენთან თქვენმა სტუმრობამ როგორი განწყობა გამოიძინა? არის გაცილებით სასიამოვნო, ვიდრე იყო მაშინ. და სანამ სმენას დავემშვიდობებოდით, შეგვიძლია კიდევ თქვენი ერთი ლექსი შევთავაზოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. არგან თემა მოიტანა, ეს უნდა შევთქვა. სევდიან სიელში ჩუნად მესმა წარმავალია. გაურკვევლობა მცაბედად წარმოშვა ფიქრი. წარმოიდგინეთ, ორთა შორის რა სავალია.
როცა შემდობა, ისე ხდება ვით თოვლის ფიფქი. განმეორებით მესმა ისევ წარმავალია, მაგრამ მას მოყვა თან საზრისი ნაცნობის სიტყვის, რომ ტკბილი წამი ისეთივე წარმავალია, როგორც ყოველი წამებული ტანჯოლი ფიქრი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კახა ჩხარტიშვილი, რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე და სწორედ მისი სონეტი მოისმინეთ ახლა მისივე წაკითხული რადიო იმედის ეთერში. კახა არის იურისტი, არის 34 წლის და 7 წლიანი პაუზის შემდგომ ის ისევ შეხვდა თავის მუზას რადიო იმედის ლიტერატურულ კონკურსზე. პროექტის დამსახურებით. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი და თქვენი მუზა მაინც ხელხილ ჩაკიდებულები ივლით ბოლომდე და არ შეუშლის ამ ყველაფერს ხელს ის, რომ თქვენ ხართ ძალიან დაკავებული და ისეთი სამსახური გაქვთ, თათბირების ხდომები და შეხვედრები. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო. გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატოს საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცი და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.